ხავს, მაგრამ რადგან გიორგობა მოდის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახოთ. ამაზეც ვისაუბროთ და მერე კიდევ სხვა საკითხზეც გადავიდეთ. ასე რომ საერთოდ ამა თუ იმ წმინდანის ხსენება, როდესაც აღესრულებოდა ხოლმე, აი მით უმეტეს მოწამეთა ხსენება. წირო აღესრულებოდა ხოლმე მათ საფლავებზე. ესეთი წესი და ტრადიცია არსებობს, რომ მათ საფლავზე აღესრულებოდა წირვა, მხოლოდ მოწამეთა საფლავებზე. და დღესაც იმ ტრაპეზში, რაც საკურთხეველშია და რაზეც წირო აღესრულება, სწორედ მხოლოდ და მხოლოდ მოწამის ნაწილია ჩაბრძანებული. არა რომელიმე ღირსი მამის, დიდი მღვდელმთავრის, ახლა დიდი წმინდანების მეტი რა არის, მაგრამ უშუალოდ მოწამის წმინდა ნაწილი უნდა იყოს ჩაბრძანებული. დღესდღეობით მე რამდენადაც ვიცი, დღეს რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ტრაპეზი იკურთხება, ტაძარი იკურთხება, 6000 გარეჯელი ბერი რომ ეწამა აღდგომა ღამეს, აღდგომა დილით უფრო სწორად კიდე, სწორედ მათი წმინდა ნაწილებია ხოლმე ჩაბრძანებული და მერე აი ამ დროს, როდესაც წირო აღესრულებოდა, იხსენებდნენ ხოლმე ამა თუ იმ მოწამის ღვაწლს, ესე იგი რა გააკეთა, როგორ შეეწირა ქრისტეს გულისთვის. ახლა ჩვენ ცოტა ვთქვით წმინდა გიორგისთან დაკავშირებით ტაძარში და ახლა ცოტა აქაც ვნახოთ და მერე გავაგრძელოთ საუბარი. ისმინეთ საყვარელო ძმებო, სასწაული, რომელიც ღვთის შეწევნით აღასრულა წმინდა გიორგი. ლიბანის მთების მახლობლად იყო ერთი ქალაქი, სადაც უკეთური, ურჯულო და კერპთმსახური მეფე მეფობდა. ქალაქის მახლობლად იყო დიდი ტბა. ამ ტბის წყალში გამოჩნდა ბოროტი გველეშაპი, რომელიც ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან, სპორტდა, მუსხს ავლებდა და ჭამდა პირუტყვსა და მოსახლეობას. მრავალჯერ სცადა მეფემ მეომრებით გველეშაპის მოგვა, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. მაშინ შეიკრიბნენ ქალაქის მცხოვრებნი და შესჩივლეს მეფეს. მეფემ ბრძანა, რომ კენჭი ეყარათ და თავიანთი შვილები გველეშაპისთვის შეეწირათ. და მოვიდა მეფის რიგიც. მეფემ სამეფო პორფირით შემოსა თავისი ასული, თვალცხრემლიანი კოცნი და ყველას ელეტრებოდა, რომ გაეთავისუფლებინათ მისი ასული დიდძალი ოქროს სანაცვლოდ. არავინ არ შეიბრალა იგი, რადგან ეს წესი თავად მეფის ბრძანებით იყო დაწესებული. ღვთის განგებით, იმ დღეს წმინდა გიორგი მოდიოდა კაპადოკიაში, თავისი ქვეყნის მამულში. წმინდა გიორგი მიუახლოვდა, კითხა ასულს, თუ რატომ ტიროდა იგი. მეფის ასულმა უამბო წმინდანს გველეშაპის შესახებ. წმინდა გიორგი მიმართა ღმერთს. უფალო ღმერთო, გამოაჩინე შენი წყალობა და გადააქციე ეს მხეცი ჩემს ლურჯმა, რათა ყველამ დაინახოს, რომ შენ ჩემთან ხარ. წმინდა გიორგი ერთგვარი გადასახა გველეშაპს და ღვთის შეწევნით ბოროტი გველეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა.
წმინდა გიორგიმ სარტყელით შეკრა გველეშაპი და უთხრა ასულს, რომ ქალაქისკენ წასულიყო. ხალხმა რომ იხილა ეს საკვირველი სასწაული, შეშინდა და გაქცევა დააბირა. მაგრამ წმინდა გიორგი მიმართა მათ. ნუ გეშინიათ, შეჩერდით, იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და იხილეთ ღვთის ყოვლის შემძლეობა. მაშინ შეზახა მეფემ და მთელმა ხალხმა ერთსულოვნად. წამს ყოვლადწმინდა სამება. წმინდანმა ღვთის შეწევნით მაშინვე განგმირა გველეშაპი. სხვა მრავალი და დიდებული საკვირველებანი აღასრულა წმინდა დიდმოწამე გიორგიმ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. მოდი ცოტა ხანი ამინთეთ. ესე იგი, მოდი ახლა რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ. ჩვენ ერთად განვიხილოთ ეს ამბავი. რისთვის უნდოდა წმინდა გიორგის რომ ეს გველეშაპი დამორჩილებოდა და შემდეგ დაემარცხებინა? რისთვის? აბა მოდი ცოტა სტუმრებს მივხედოთ. შენც ამ კლასიდან ხარ? აბა შენ გითხრა. შენ აზრით იმისთვის უნდა რომ გაიგოთ რომ ანუ უფალი მის გვერდით არის და არსებობს რა უფალი და დაიმორჩილა. რომ უფალი არსებობს და მის გვერდით არის. არა, ზუსტად ეგ პასუხი მინდოდა, იმიტომ რომ ეგ პასუხი აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი. წმინდა გიორგის იმისთვის კი არ უნდა გველეშაპი დაიმორჩილოს, რომ ხალხმა თქვას რა მაგარია გიორგი. ამიტომ კი არა, ხო ხდებით. ზუსტად იმიტომ რომ ხალხმა ღმერთი დაინახოს და რომ ღმერთი თავისი ერთგული და მორწმუნე ადამიანებთან არის და რომ არ დატოვებს. ხომართალი. აი ეგ უნდა ხალხისთვის დაენახებინათ, რომ ის კი არა რომ აი როგორ მაგარია რომ გველეშაპი დაამარცხა. ეგ ფიქრები თუ აქვს ადამიანს, ეგ ვერ გააკეთებს დიდ საქმეს. მაგრამ თუ ჩანაფიქრი სწორი აქვს, მაშინ მისი ხელით ღმერთი დიდ საქმეებს გააკეთებს. ახლა მოდი ჩვენ ნახოთ, ესე იგი როგორ შეიძლება რაში შეიძლება გამოგვადგეს და როგორ ლინდება ჩვენს ცხოვრებაში წმინდა გიორგისადმი იმედი და სასწორება. ეს ამბავი რასაც ახლა ვნახავთ, თქვენ არერთხელ გინახავთ, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ ვნახოთ და ვნახოთ უბრალოდ ჩვენს ცხოვრებაში როგორ შეიძლება აისახებოდეს მისი შემწეობა. დაფერი რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია. ეს ამბავი მოხდა საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მდებარეობდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. იგი დროისაგან საკმაოდ დაზიანებული იყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ღარიბად ცხოვრობდნენ და იმის საშუალება არ ჰქონდათ, რომ ტაძარი შეეკეთებინათ. ერთხელ ტაძრის გვერდით ბავშვები ერთმანეთს კენჭების სროლაში ეჯიბრებოდნენ. პატარა მათეც უფროსების გვერდით იდგა და თვალყურს ადევნებდა მათ. მასაც გაუჩნდა თამაშის სურვილი და დიდი მონდომებით შეეცადა კენჭი ქოთანში ჩაეგდო. მაგრამ რამდენჯერაც სადა არ გაუმართლდა. მისი ნასროლი კენჭი მიზანს არ აღწევდა. უფროსი ბავშვები მას დასცინავდნენ და პატარა მათთან თამაშის სურვილი სულ დაკარგა. ამოიოხრა და იმედგაცრუებული იქაურობას გაეცალა. ერთი კენჭი მაინც ჩამეგდო. ყოველთვის ასეთი უსვილი ხომ არ ვიქნები. უცებ მას წმინდა გიორგის ძლიერების შესახებ დედის ნაამბობი გაახსენდა. ეკლესიისაკენ მიტრიალდა და წმინდანს გულხურვალედ შეევიდა. წმინდა გიორგი, გევედრები და მე ხმარი რომ კენჭი ქოთანში ჩავაგდო. მე კი გემრიენან ფარს მოგიტანე. იმედმიცემულმა მათემ მაშინვე კენჭი ისროლა. და ჰოი, საოცრება! მისი ნასროლი კენჭი ქოთანში ჩავარდა. გახარებული მათე მაშინვე დედასთან გაიქცა, რომ მომხდარი სასწაულის შესახებ მოეღოლა. დედიკო! დედიკო! რა იყო შვილო?
დედიკო, მე ბავშვობთან ერთად ვთამაშობდი და კენჭი ქოთანში ვერაფრით ჩავაგდე. შემდეგ წმინდა გიორგის შევევდი და ის დამეხმარა. დედიკო, მე წმინდა გიორგის ნამცხვარს დავპირდი, ხომ გამომიცხო? აუცილებლად. წამოდი ერთად გამოვაცხოთ. დედა მორწმუნა იყო და შვილსაც ღვთისმოშიშებით ზრდიდა. მან გულითადი მადლობა შესწირა ღმერთს და ასევე წმინდა გიორგის. რადგან მათ შეისმინეს მისი შვილის თხოვნა და დაეხმარნენ მას, ნამცხვარიც გამოუცხო და ეკლესიაში გაატანა. მადლობთ, დედიკო. გახარებული მათე მაშინვე ეკლესიისკენ გაემართა, რომ წმინდა გიორგისთვის დაპირებული ნამცხვარი მიერთმია. მათე დიდი მოწიწებით შევიდა ტაძარში და მადლობა გადაუხადა წმინდანს. მადლობა წმინდა გიორგი, რომ დამეხმარე, აი ნამცხვარიც მოგიტანე. სწორედ ამ დროს ტაძარს ორი ვაჭარი უახლოვდებოდა. ისინი საკმაოდ კმაყოფილნი ჩანდნენ, რადგან იმ დღეს კარგად ივაჭრეს. ეკლესიას რომ ჩაუარეს, შეჩერდნენ და შესვლა გადაწყვიტეს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, იქნებ შევიდეთ. მადლობთ, შევიდეთ. როგორ დაზიანებულა ეს ტაძარი? ნამცხვარი კი, რომელიც მათემ ეკლესიაში დატოვა, ჯერ კიდევ ცხელი იყო. როცა ვაჭრები შევიდნენ, დაინახეს თუ არა გაოცდნენ. წმინდანს არ გირდება, მათ ჩვენი ერთად. გადატეხეს ნამცხვარი და გემრიელადაც მიირთვეს. შემდეგ საკმეველი თებსზე დაყარეს და გასასვლელად მიტრიალდნენ. მაგრამ აი სასწაული, გასასვლელი კარი გაქრა. ეს რა დაგვემართა? გაოცებულებმა წმინდა გიორგის მიმართ ლოცვა დაიწყეს. წმინდა გიორგი, გამოგვიჩინე გასასვლელი, რატომ მშვიდობით გავიდეთ? მონეტის შეწირვაც გადაწყვიტეს. მაგრამ ამითაც არ ეშველათ. მაშინ მიხვდნენ, რომ შესოდეს. მუხლებზე დაიხვნენ და გულმხურვალედ შეევედრნენ წმინდანს, რომ ღმერთზე პატი ეკენა მათთვის. წმინდანმა შეისმინა მათი ვედრება, რადგან შეინანეს და უცებ გასასვლელიც გამოუჩინა. ვაჭრებს ძლიერ გაუხარდათ და მადლობდნენ წმინდანს. მადლობა წმინდა გიორგი, რომ შეესმინე ჩვენი ლოცვა და გასასვლელიც გამოგვიჩინე. და იმ დღის მთელი მონაგების ეკლესიისათვის შეწირვა გადაწყვიტეს. ვაჭრებმა ამ სასწაულის შესახებ მრავალ ადამიანს უამბეს. ხალხი მოდიოდა ამ ტაძარში სალოცავად და შესაწირავსაც ტოვებდა. ამ შემოწირულობებით კი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ტაძარი შეაკეთეს და გაამშვენიერეს. მოდი ახლა სანამ განხილვაზე გადავართ, ერთი რამ მინდა ერთი წუთი ნიკოლოზ და ახლა რამდენიმე შეკითხვას დავსვამ, ესე იგი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? ესე იგი, როგორ აისახებოდა პატარა მათეს ცხოვრებაში წმინდა გიორგის ამბავი? რა იყო მან ძალიან მნიშვნელოვანი? აბა შენ გითხრა. აბა მოიფიქრე და გითხარ. აბა შენ რას გეტყვი? მათეს ცხოვრებაში უფლის საქციელი ეზახებოდა კარგად, იმიტომ რომ არა, უფლის არა, წმინდა გიორგის ცხოვრება, წმინდა გიორგის შესახებ ცნობა. ხო, მომისმინეთ რა შეკითხვა დავსვი, არა? მომი. ეს აიზახებოდა კარგად მასზე, იმიტომ რომ უფალმა შეუსუნა მისი თხოვნა და უფალმა გასამჭიროც მიიღო. ჯიგარი ვერაფერი ვერ გავიგებ, იძია ისიდორე, მაგრამ მაინც ჯიგარი ხარ, ხო იცი ფილმში. როგორ, აბა რა კონკრეტულად რა მოხდა? რა მოხდა, აბა შენ რას გეტყვი? ამან მოიწინა, მიდი ისაკენით. ანა უშველე, აბა რამე ამას. არასწალია შეყვარებულზე ფიქრობს, გამორთე და ჩართე.
აბა რას წმინდა ხონდა, მაგრამ უფრო გავკეთებოდა წმინდა ღვთის მიმართ და წმინდა გემის. მე მგონი ჩვენ ერთ ენაზე არ ვლაპარაკობთ. აბა ერთი პატარა ცუნცულა უნდა ჩავთოთ საქმეში. აბა? სანამ არიფინეს მათ კარგი. ესე იგი წმინდა გიორგის შესახებ ხო გაახსენდა პატარა მათეს. ხო დაეხმარა ეს ამბავი. დედა რო უყვებოდა წმინდა გიორგის ძლიერების შესახებ. ხო გამოადგა. არ გამოადგა? მაგრამ რომ არ მოეყოლა დედას და არ ცოდნოდა, ხო აბა რა გამოადგებოდა? ხო მართალია? ამიტომ აი ჩვენ ცხოვრებაში როგორ აისახება? რაღაც რომ როგორ? კი ბატონო და ესე იგი პატარა მათეს იმედი ჰქონდა რომ წმინდა გიორგი მასაც დაეხმარებოდა. იმ გოგონას ხო დაეხმარა რომ ტიროდა. და ალბათ პატარა მათეს ახსოვდა ეს ამბავი და იფიქრა რომ თუ კი მას დაეხმარა, მეც დამეხმარება თუ საჭირო, ამიტომ ილოცა წმინდა გიორგის მიმართ. ახლა პატარა მათეში რა თვისებები იყო ისეთი, რომელიც თქვენ მოგეწონათ? რა თვისება ჰქონდა? ის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მივიდა და გონხულვარით ლოცულობდა რომ ჩაიგდო რენგი. კი ბატონო, ერთი ის რომ ლოცულობდა, კიდე რა თვისება ჰქონდა? კარგი თვისება. რა მოგეწონათ? მე მომეწონა რომ ნამცხარი მიუტანა შეპირებით. აი, პირობა რო შეასრულა. კი ბატონო, შენ რა მოგეწონა? მე ძალიან მომეწონა ის რომ როდესაც მას უდოდა მე იქ წმინდა გიორგის რამე შეესრულებინა, მანაც უთხრა რომ საჩუქარსაც მიცევა, ანუ მიეტანა თვითონ ის ნამცხვარი. და ნამცხვარი რატომ მიუტანა? ის რომ როდესაც წმინდა გიორგი მას შეუსრულა, თავის პირობა შეუსრულა. და რა უთხრა? მადლობის ნიშნად, ხო, მადლიერი იყო. კი ბატონო. დედასაც ხო უთხრა მადლობა პატარა მათემ. კი არ ჩათვალა რომ დედას ისედაც უნდა გამოეცხო, არამედ დედასაც მადლობა უთხრა. აი ეს მადლიერება დაბძანე არის ერთ-ერთი ძალიან ძვირფასი თვისება, რაც ადამიანში უნდა იყოს. პატარა მათეში კიდე იყო იმედი. იმედი რომ წმინდა გიორგი მას შეუსრულებდა. უფროსი ბიჭების საქციაში არ ვარგოდა მათი დამოკიდებულება იმ პატარა მათეს მიმართ. რომ ისინი მას დასცინოდნენ. შეიძლება ჩვენ ვიღაცაზე კარგად ვაკეთებთ რაღაცას, მაგრამ ის დაცინო ყველაფერს წყალში ყრის. შეიძლება ის სიტყვაზე ვამბობ, კარგი სპორტსმენი იყო, კარგი ხელოვანი იყო, მაგრამ შენ თუ სხვას დასცინი ხარ, აი კარგი მომღერალი ხარ, კარგი მხატვარი ხარ, კარგი ფეხბურთელი თუ მოჭიდავ, მაგრამ სხვები ვინც შენაირად ვერ აკეთებენ, შენ გონია რომ ისინი აბუჩა დასაგდები არიან და შენ დასცინი ხარ. და ამ შემთხვევაში შენი წარმატება სპორტული თუ ხელოვნების სფეროში უკვე წყალში იყრება, იმიტომ რომ შენ თავარი გაქვს დაკარგული ადამიანური ღირსება, რომ სხვას არ უნდა დასცინო, რომ სხვას არ უნდა მოექცე ისე, როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცნენ. რა იყო შეცდომა იმ ვაჭრებისა, რომელიც ტაძარში შევიდნენ? მართა, რა იყო შეცდომა? აბა? ნამცხვარი შეჭამეს. ნამცხვრის ჭამა არის შეცდომა, ხო? ანუ რაც მათ არ ეკუთვნოდათ, ის შეჭამეს, ხო მართალია? და ესე იგი, როგორ შეძლეს, რომ გამოსულიყვნენ ტაძრიდან? როგორ შეძლეს? აბა? იცი როგორ შეძლეს? ილოცეს გურთხოვნად შევერთნეს წმინდა გიორგის და წმინდა გიორგიმ შეიბრალა ვაჭრები და გამუშვა. ხო, ნანობდნენ თავის შეცდომას, ხო მართალია, ნანობდნენ. სინანოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ესე იგი, ეგ შეინახე, მაგისთვის მოხვედი? ეგ საერთოდ არ შეიძლება. ქრისტიანი რო კარტით თამაშობდეს, არ შეიძლება. ამას მარტო შენთვის არ ვამბობ, ყველასთვის ვამბობ. ხო, არ უნდა თამაშობდეს. ესე იგი, ამ პატარა ამბიდან ჩვენ რას ვიგებთ?
წმინდა გიორგი ყველას დაეხმარება, ვინც მას გულხურვალით შეევედრება. დაეხმარა პატარა მათესაც, დაეხმარა იმ ვაჭრებსაც და ორივე მადლიერება გამოხატეს მის წინაშე, ხო მართალია. და ამას იცით რატო ამბობ? ჩვენ ახლა შეიძლება გვეცინებოდა ის ვაჭრები რო ასე ლოცულობდნენ. მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა იმ ვაჭრების ადგილზე თქვენი თავი. შეხვედით სადღაც და ყველანაირი კარი დაიკეტა. ეს ჩვენ ცხოვრებაში როგორ შეიძლება გამოვლენდეს? აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობ. გესმით, აუცილებელი კი არ არის სადღაც მაინც და მაინც კარები ამოშენდეს და შენ იქ ჩაიკეტო. აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც შენ ფიქრობ, რომ გამოსავალი არ არსებობს. აი ხორციელი გაგებით იქ გამოსავალი არ არსებობს. მაგრამ წმინდანისადმი ლოცვამ მათ გამოუჩინა ეს გამოსავალი. სინანულმა გამოუჩინა ეს გამოსავალი და ჩვენ როდესაც ამათ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, ჩვენ კი არ უნდა ვეძებოთ ჩვენი გონებით რომ ვიპოვოთ ეს გამოსავალი. არამედ ღმერთს უნდა შეევედრო, მის წმინდანებს უნდა შეევედრო და შენც ისევე გამოგიჩენს იმ რაღაც გამოსავალს. თორე შეიძლება იწოლო შენი გონებით, შენი მოხერხებულობით და მაინც არაფერი არ გამოვიდეს. მოდი ახლა დავაკვირდეთ წმინდა გიორგის ხატს. თქვენ ნახეთ ის პატარა ანიმაცია, სადაც წმინდა გიორგი მგველეშაპი განგმირა, მაგრამ ეს მარტო ის მგველეშაპი კი არ არის, რაც ტბიდან ამოდიოდა და ხალხს ჭამდა. ეს არის ის მგველეშაპი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ემტერება. ეს არის დაცემული ანგელოზი, რომელსაც უნდა თითოეული ადამიანის დაღუპვა, ანუ ეშმაკი. თითოეული ჩვენთაგანის სულის ცხონების მტერი. ეს მრავალი ფერი ამ მგველეშაპს. იმიტომ კი არ აქვს, რომ ვიღაცამ ესე მოინდომა ბავშვებმა ამის გაფერადება. ეს ამ წუთის სოფლის მრავალგვარი და მრავალფეროვანი საცდურებია. სხვადასხვაგვარად ებრძვის ადამიანს, ესე იგი. ზოგს შურით ებრძვის, ზოგს იმით, რომ სხვას არ პატიობს, ზოგს ამპარტავნებით, ზოგს ნაყროვანებით, ზოგს იმითი, რომ ამა თუ იმ ცოდვაში ჩააგდებს, ესე იგი, ან ცუდ სიტყვებს ათქმევინებს, ან რაღაც ლოთობის ცოდვაში ჩააგდებს თუ რაღაცა კიდევ უარეს ცოდვაში და ესე უნდა რომ ადამიანები დაღუპოს და წმინდა გიორგიმ სწორედ ამ მგველეშაპზე გაიმარჯვა. და ეს მგველეშაპი თითოეულ ჩვენთაგანსაც ებრძვის. ამიტომ აი ადამიანებს თხილად უნდა იყოს, რომ და თუ მაინც რაიმე ცოდვაში ვარდება ადამიანი, უნდა აუცილებლად შეინანოს და გამოსავალი გამოჩნდება. მოდი ახლა ორი პატარა ამბავი უნდა მოგიყვეთ და ჩვენ ერთმანეთს შევადაროთ, ესე იგი. ეს არის, გამოსახულება შეიძლება კარგი არ არის, მაგრამ ადამს ყავდა ორი შვილი, აბელი და კაენი. ხო გახსოვთ? აბელი იყო წყემსი, კაენი იყო მიწის მუშაკი. ერთშენიერ დღეს აბელმა და კაენმა მსხვერპლი შეწირეს. კაენმა მიიტანა თავისი ბოსტნეულიდან ის, რაც ყოველდღიურად რაც შეიძლებოდა გამოეყენებინა, მაგრამ აბელმა მიიყვანა საუკეთესო ცხარე. საუკეთესო, აი ყველაზე ძვირფასი რაც ჰქონდა. და ღმერთმა შეიწირა აბელის მსხვერპლი და არ შეიწირა კაენის. იმიტომ რომ ის გულით არ იყო მიტანილი. ის უბრალოდ ის იყო, აი წარმოიდგინეთ ახლა რომ აი რაღაცა ნივთი იყოს, რომელიც მე არ მიყვარს. აი სულ ერთია ჩემთვის, გინდა მქონია, გინდა არა და მე თუ ამას გაჩუქებ, შენ რას იფიქრებ? მამაოს უყვარვა რო იფიქრებ, ხო ვერ იფიქრებ. იმიტომ რომ ჩემთვის სულ ერთია. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ რაიმე ესეთი ძვირფასი ნივთი მქონდეს. რაც ჩემთვის აი საყვარელი ნივთია და აი მაგალითად აი ხო არის მამული ენა სარწმუნოება, ეს ჩვენ ძალიან გვიყვარს საკვირაო სკოლაში და საერთოდ ეს ჩვენი ცხოვრებაა, მთელი ცხოვრება. და მე რო ეს ვინმეს ვაჩუქო, ხო იფიქრებს რომ ეტყობა როგორ უყვარვა, რომ თავისი საყვარელი ნივთი დაგვითმო. აი აბელმა ესე დაუთმო თავისი საყვარელი ყველაზე ძვირფასი ცხარი. წმინდა გიორგიმ ესე დაუთმო ქრისტეს თავისი სიცოცხლე, ქრისტეს გულისთვის შეწირა ეს სიცოცხლე, გესმით, ყველაზე ძვირფასი რაც ჰქონდა.
და ღმერთმა შეიწირა აბელისა და არ შეიწირა კაინისა. კაინს შეშურდა. ანუ შური არის, როდესაც ადამიანს წვინს და მწუხარებს იმის გამო სხვას რაღაც სიკეთე და სიხარული აქვს. და წავიდა და მოკლა ამ შურის გამო თავისი ძმა აბელი. ამის შემდგომ ადამსა და ევას კიდე შეეძინათ მესამე შვილი, რომელსაც ერქვა სეითი. სეითის თავმოყრები ღვთისმოყვარე ხალხი იყო. ადამიანიც უყვარდათ, ღმერთის ცნებებს ინახავდნენ, სინდისიერად ცხოვრობდნენ. კაინის თავმოყრები კიდევ უღირსად ცხოვრობდნენ, არც ერთმანეთი არ უყვარდათ, არც ღმერთი არ უყვარდათ, არც ლოცულობდნენ. კაინის თავმოყრებში გაჩნდა ერთი კაცი, რომელსაც ერქვა ნებროთი. ნებროთმა გადაწყვიტა, რომ შინყარის ველზე აეშენებინათ დიდი კოშკი, გოდოლი. ამ გოდოლს შემდგომში ბაბილონის გოდოლი დაერქვა. ბაბილონი რატო დაერქვა, გეტყვით. გადაწყვიტეს აეშენებინათ ისეთი დიდი კოშკი, რომელიც ესე იგი ცას მისწდებოდა. მათ უნდათ რომ ღმერთს გატოლებოდნენ, ხალხს ეთქვა ამაზე რომ აი ნახე რა გააკეთეს. ამპარტავნება, საფუძველი მათი წამოწყების ამპარტავნება. ამიტომ ღმერთმა დაინახა რომ მათ ესე იგი არ აქვთ კარგი მიზანი. წმინდა გიორგიმ როს თხოვა ღმერთს, ხო გახსოვთ რომ ეს გველეშაპი დაემორჩილებინა, მას კარგი მიზანი ჰქონდა, აი როგორც ჩვენმა მეგობარმა თქვა რომ ადამიანებს ღმერთი ერწმუნათ და დაენახათ რომ მისი წმინდანების გვერდით ღმერთი არის. მაგრამ ამათ არ აქვთ ეგ განზრახვა. იქ შეუსრულა წმინდა გიორგის ის თხოვნა და ამათთან რა მოხდა? აქ ხალხი ჯერ კიდევ ყველა ერთ ენაზე მეტყველებდა. არ იყო იქ სადღაც ქართულად, სადღაც ინგლისურად თუ ესპანურად თუ ფრანგულად. აქ ყველა ერთ ენაზე მეტყველებს. ღმერთმა დაინახა მათი ჩანაფიქრი რომ არ ვარგოთ, ამიტომ მათ ენები შეურია. ბაბილონი სწორედ ენების აღრევას ნიშნავს. სიტყვა ბაბილონი, თორე ეს შინყარის ველზე ხდებოდა, მაგრამ ბაბილონი შემდგომ ამიტომ დაერქვა. ენები აურია, მათ ერთმანეთისა ვეღარაფერი გაიგეს. ერთი და ორი კაცი კიდე ამას ვერ ააშენებდა. ამიტომ რადგან ერთმანეთისა ვერ გაიგეს და ვეღარ ეხმარებოდნენ ერთმანეთს, შეწყდა ამის შენებლობა. ესენი ცალ-ცალკე წავიდნენ სხვადასხვა მხარეს და ასე ჩამოყალიბდა შემდგომ სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე. ეხლა მოდი ამის შესაბამის ერთი პატარა ამბავი მინდა მოგითხროთ უკვე ჩვენი ცხოვრებიდან, პატარების ცხოვრებიდან. აი ჩათვალეთ რომ ესენი არიან 7-8 წლის ბავშვები, პირველ მეორე კლასელები, ამასა. ეს არის შუაში დავითი. ნუ ეს სახელებიც პირობითია თავისთავად ცხადი. ეს არის გოგა და ეს არის ერეკლე. ეს არის ერთი პატარა საყვარელი სოფელი, სადაც ბავშვები თამაშობენ, ზოგი ვურთით, ზოგი სამაგიდო თამაშებით, ზოგი დაჭერობანა, ზოგი ქვიშაში თამაშობს. ამ ბიჭებმა დავითმა გოგამ და ერეკლემ გადაწყვიტეს რომ მოდიო დიდი კოშკი აო, ზოგი ხიდებს აშენებს, ზოგი სახლებს, ზოგი რას ქვიშაში, ზოგი რას და მოდი დიდი კოშკი ავაშენოთ, რომ მეზობლებმა თქვან რომ აი ამ ბავშვებმა ყველაზე დიდი კოშკი ააშენესო და ჩვენი სახელი ყველას ეცოდინება სამეზობლოშიო და ერეკლე ამბობს, კიო, მაგრამო როგორ გაიგებენ რომ ჩვენ ავაშენეთო და როგორო და ფურცელზე დავაწეროთო რომ დავითი, გოგა და ერეკლე არიან ამის აღმშენებლები და კარგიო მოეწონათ სამივეს. მაგრამ დავითმა უთხრა, ჩემი სახელი ყველაზე დიდად დავაწეროთ. თქვენები პატარ-პატარათო, ჩემი ყველაზე რატო და იმიტომ რომ ჩემი იდეა იყო, მე მოვიფიქრე. ხო, მაგრამ შენ ხო მარტო ვერ ააშენებ ამას, ნახევრამდე აქვს უკვე აშენებული და ეხლა კამათობენ, არა ჩემი უნდა იყოს დიდად, ბოლოს შეთანხმდნენ რომ მოდი თანაბრად დავაწეროთ ეს სახელები. კარგიო, დავითსაც მოეწონა, ოღონდ ჩემი პირველი დავაწეროთ. პირველი ჩემი სახელი ეწეროს. ეხლა ამაზე ჩხუბობენ. ბოლოს და ბოლოს ვერ შეთანხმდნენ, გაბრაზდნენ, დაანგრიეს, მიწამდე გაასწორეს ეს კოშკი და აი ეს გაბრაზებულები და გაბრუსხულები თავ-თავის სახლებში წავიდნენ და მეზობლები ამბობდნენ, ნახეთო, ყველამ რაღაცა ააშენაო და ამ სამმა ბავშვმა ვერაფერი. იმიტომ რომ ამაყები არიან, ამპარტავნები არიან.
იმავე სოფელში ცხოვრობდნენ კიდევ სხვა 3 პატარა ბავშვი. ნახეთ, ესენი არიან სანდრო, ნიკა და ელენე. ეხლა აქ რა ხდება? ეს 3 პარალელური ისტორიებია და მე ჩვენ განვიხილოთ. მათ დაინახეს, რომ ეს არის ეს ვაჟა პაპა, რომელსაც შვილები იქ არ ყავდა. შვილები არ ყავდა და მარტო ცხოვრობდა. ხედავენ, რომ დადის თავისი ბაღის გასწრივ და რაღაცას ათვალიერებს და ბავშვები ხვდებიან, რომ რაღაცა უჭირს ამ კაცს და შეამჩნიეს, რომ თურმე კედელი ჩამონგრევია ამ ვაჟა პაპას. მივიდნენ ახლა 7-8 წლის ბავშვები ეუბნებიან, ვაჟა პაპა, რა გაგჭირვებია, კედელი ჩამოგენგრა, მოდი ჩვენ მოგეხმარებით და ერთად ავაშენოთ. ვაჟა პაპას თან უხარია, მაგრამ თან უკვის, თქვენ რა უნდა აშენოთ? არა, ვაჟა პაპა, ძალა ერთობაშია, ნუგეშინია, დავიწყოთო და რაც გამოვა. ზოგს წყალი მოჰქონდა, ზოგს ქვა მოჰქონდა, ვაჟა პაპა ცემენტს ურევდა და ნენელა თან ასწავლიდა აშენებას. ნახე, ვაჟა პაპასთვის თავარი აქ კედელი კი არ არის. თავარი ისაა, რომ ბავშვები ეხმარებიან და თან ასწავლის, როგორ ააშენოს და მართლაც ესე იგი კარგა ხანს იშრომეს და ნახოთ თუ არის აშენებული კედლის სურათი შევხედოთ. თუ არა და მერე დაღამებამდე იშრომეს. და რაღაცა გამოუვიდა. ნახეთ როგორ უხარიათ. და მერე ვაჟა პაპა სადაც დადიოდა სამეზობლოში ყველგან ამბობდა, აი რა კარგი ბავშვები არიანო. ესე იგი როგორ მომეხმარნენო. ამას მადლიერება ათქმევინებდა. რაღაცას რო გაგიკეთებენ, ის კი არ უნდა დამალო, ყველგან უნდა თქვა, რომ ამ კაცმა ეს სიკეთე გამიკეთა და რო შევადაროთ, ახლა შეხედეთ. ვაჟა პაპა მათ შესახებ ყველგან ამბობდა, თუმცა ამათ თავიდან ეს სურვილი ხო არ ქონიათ, რომ ვიღაცას ელაპარაკა. სურვილი იყო, რომ კაცს დახმარებოდნენ, მაგრამ მათი სახელი ყველგან კარგად იყო ნახსენები. იმ წინა ბავშვების სურვილი იყო, რომ ყველგან გამოჩენილიყვნენ, მაგრამ ისინი შერცხვენილები წავიდნენ. აი წარმოიდგინეთ ახლა ესეთი სიტუაცია, რომ დაუშვათ დაინახე გაჭირებული, რომელსაც საჭმელი არ აქვს და შენ გადაწყვიტე, რომ ხაჭაპური იყიდო და მიუტანო, ესე იგი, რომ ხალხმა თქვას, როგორი კეთილი ხარ და ეს მიგაკ ხაჭაპური, რომელსაც ორთქლი აზდის ცხელია და წამოჰკაი რაღაცას ფეხი და ტალახში ჩავარდი. ეს ხაჭაპური წამოითხვარა, შენ კიდე დარცხენილი, წამაბა იმ ტალახიან ხაჭაპურს ხო ვერ მიუტან. მაგრამ თუ შენ იმისთვის კი არ მიგაქვს, რომ სხვებმა დაგინახონ, არამედ იმისთვის, რომ ანუგეშო და დააყურო, ეს სხვა ამბავია. და აი ბაბილონის გოდოლის შემთხვევაშიც ეს მოხდა. მათ საჭიროების გამო კი არ უნდათ აშენება, მათ ამპარტავნების გამო უნდათ. და ეს ვაჟა პაპა, ეს არის, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს საქართველო და მას ჭირდება მიხმარება. და ჩვენ ისე კი არ უნდა მივეხმაროთ ჩვენ სამშობლოს, რომ სურვილი გქონდეს, რომ ჩვენზე თქვა რა მაგარია. არამედ იმ განწყობით უნდა მივეხმაროთ, რომ ჩვენი მიხმარება მას ჭირდება. და თუ ამას გააკეთებს ადამიანი, მაშინ მართლაც ყველა იტყვის, რომ მან ეს გააკეთა. ასეთი ღირსეული და რამდენი დიდი და ღირსეული ადამიანი ყავს ჩვენ სამშობლოს. ოღონდ მათი მიზანი რო ყოფილიყო, რომ ვიღაცას ტაში დაეკრა და გამოეჩინათ, ისინი ამას ვერ შეძლებდნენ. წმინდა გიორგის მიზანი რო ყოფილიყო, რომ თავად გიორგი ედიდებინათ, იქ არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ამიტომ აი ჩვენი განწყობა და განზრახვა რა უნდა იყოს? მიეხმარო ადამიანს, მიეხმარო შენს ოჯახს, შენს სამშობლოს, იმ განწყობით, რომ მას ეს ჭირდება. და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ შენ კვარცხლბეკზე დაგაყენოს და ტაში დაგიკრას. გესმით რა შეასახა? ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ სოფელში აი სადაც ეს ბავშვები ცხოვრობდნენ. თქვენ რომელ მხარეს გირჩევნიათ, რომ დადგეთ ესე იგი? სადაც ესენი არიან სანდრო და ელენე და ნიკა, თუ სადაც ისინი?
ხოდა ჩვენ ესე იგი ჩვენ ცხოვრებაში შეგხვდება ესეთი სიტუაცია და იქ არჩევანის ზღვარზე დავდგებით რისთვის ვაკეთებთ ამას იმიტომ რომ ეს ვიღაცა სჭირდება თუ იმიტომ რომ მე გამოვჩნდე როგორც ყველაზე დიდი ეს მით რა შეესახება ამიტომ განზრახვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარგით ახლა ჩემო ძვირფასებო რომ ძალიან აღარ გადაგღალოთ იმ ფილმის რაც ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი პატარა ნაწილი ვნახოთ ბავშვები ვინც ვერ გაძლევთ შეგიძლიათ რომ გავძანდეთ თქვენ წინ კონფეტებს იქ დაგახვედრებენ თუ მაინც ფიქრობთ რომ უნდა დარჩეთ შეგიძლიათ დარჩეთ